მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ამბავია ჩვენთან და მალე იმედია რომ თქვენთანაც დიდი ამბავი იქნება და რას გულისხმობ ახლა. იწყება ახალი კონტენტი, ახალი პროექტი, რომელსაც ქვია პრემიერ ლიგა პლუსი, დაინტერესდებოდით ალბათ რა ხდება, რატო აჟიტირდა ეს ხალხი ასეო. ეს ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით არის გახლავთ ბადრი გელაშვილი, რომელიც უკვე შემილია თქვა რომ ჩვენ მეგობრობთ, ვახლობლობთ და ძალიან გამიხარდა რაღაცა პრეისტორია რომ მოგიყვეთ უცებ გადავალ საქმეზე. პირველ რიგში მადლობა ყველას რომ ჩვენთან ხართ, გვიყურებთ. რა თქმა უნდა, თავიდან გეტყვით, ბოლოშიც გეტყვით, რომ რავი, გამოგვიწერეთ თუ ჩვენი კონტენტი მოგეწერებათ და რავი, დაალაიქეთ, გააშიარეთ, რავი, რომ თამამად მე მეგობარს უთხრათ, აი ნახეთ რა კაი რაღაცა დაიწყო. თუ ეგრეთ ჩათვლით, მაშინ გააშიარეთ. თუ არა და თქვენი საქმის თქვენიცით. მოკლედ, ეს გახლავთ ბადრი გელაშვილი, ბადრი მოგესალმები პირველ რიგში. გამარჯობა. ხა უცებ პატარა წარდგენას გავაკეთებ და გადმოვალ შენთან რა. ბადრისთან ერთად ფეხბურთზე ვისაუბროთ, ეხა ბადრი ჩვეულებრივი მოსიარულე ენციკლოპედია, ამას ნელ-ნელა თქვენ თვითონაც დაამუღამებთ და მიხვდებით რა, ბევრ ქებადიდებას არ დავიწყებ. მაგრამ ამდენ ლაპარაკ ჯობია რომ აგერ ჩემ თანაწამყვანთან და მე უფროს მეგობართან ბადრისთან გადმოვიდე და შენი უთხარი. და აუცილებლად უნდა ვთქვათ, ჩვენი ეხა რა ქვია? პრემიერ ლიგა პლუსი. რაზე იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ პრემიერ ლიგაზე იქნება, პლუსი რა არის, ამასაც გეტყვით. რაღაცა მოდი ერთი რამოდენიმე წუთი დავუთმოთ საერთოდ, როგორ დავიწყეთ ეს ამბავი და რას ვაპირებთ საერთოდ რა. მოგეხსენებათ პრემიერ ლიგა თვითონ სათაური მიუთითებს იმისკენ, რომ გვექნება საუბარი პრემიერ ლიგაზე, მაგრამ სანამ ამაზე დავიწყებთ ლაპარაკს, პირველ რიგში მე მინდა და დიდი სურვილი მაქვს ჩემოილო, რომ მაყურებელთან დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა. აი მეგობარი სულ სხვა რაღაცა. რატომ პრემიერ ლიგა? იმიტომ რომ ჯერ ფეხბურთის სამშობლოა ინგლისი. იქიდან წამოვიდა უდიდესი ისტორია აქვს, ჩვენ რო თურქებს ვებრძოლებოდით და რუსები რო აკეთ გვადგნენ თავზე, მაშინ იქ ჩემპიონატები მიდიოდა, იხვეწებოდა ეს ჩემპიონატი და ისეთი ისტორიები აქვს, რომელიც ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის. ჩვენ შევეცდებით კი, დროთა განმავლობაში, ეს არ იქნება ხა ერთი ეპიზოდი ხო არ არის, ბევრი ეპიზოდი გვექნება, დროთა განმავლობაში აუცილებლად შევეხებით ისეთ ინფოებს და ისეთ ამბებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ფეხბურთი გიყვარს, თქვენთვის აუცილებლად საინტერესო და შემეცნებითიც იქნება რა. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ ბადრისგან ძირითადად ისეთს, რომელიც თითქოს აი ფეხბურთზე იცოდით, მაგრამ ცოტა გვიან დავიწყეთ, შემოვერთით ჩვენ მაყურებლებს და სამი ტურია სულ დარჩენილი, მაგრამ ამ სამ ტურში ისეთი ამბები დატრიალდება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბოლო ტურის ბოლო წამამდე იქნება ყოველთვის ინტრიგა. იმიტომ რომ ეხლა ჩატარდა 33 ტურში ჩატარდა, ეგრეთ წოდები ახლა ესე დავარქმევდი საჩემპიონო თამაში. 9 ქულით უგებდა არსენალი სიტის, მანჩესტერ სიტის და მოხდა ისე რომ რაღაც საოცარი თამაში წააგო არსენალმა ბორნმუთთან. 9 ქულიანის 6 ქულამდე დავიდა, ამ სიტიმ თავისი თამაში მოუგო თავის მოედანზე არსენალს და ეს 9 ქულიანი გადაიქცა ვითომ 3 ქულიანი, იმიტომ ერთი თამაში კიდე თადარიგში აქვს, მაგრამ გუშინ მოხდა სასწაული. სიტიმ დაკარგა ქულები და ახლა უკვე არსენალის ხელშია ყველაფერი. სიტი ევერტონი მორჩა 3-3. რასაც ალბათ ძალიან ადამიანი იყო და პირველი ტაიმი არაფერს არ მოასწავებდა იმაზე, რომ სიტი აქ რამის დამთმობი იყო, ან სამქულას ვერ წაიღო, პირიქით გაზდას და უფრო მეტით მოუგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ევერტონი გამოვიდა, აი გაშმაგებული, აი ძალიან სხვა პოზიტივით, სხვა მიმართულებით და არაფერი არ დაუთმო და 3-ით 1-ს უგებდა საერთოდ, მაგრამ სიტია, ეხლა რომ ჰალანდი ყავს და მაგრამ მაინც 97-ზე ცენტრიდან დაიწყეს და ეგრევე გაუტანა 3-2 და ბოლოს დამატებით წუთებში გაათანაბრა. ის ერთი ქულაც რა თქმა უნდა მაგისთვის რამეა, მაგრამ უკვე არსენალის ხელშია, რომელსაც ძალიან რთული თამაშები აქვს. პირველ რიგში ლონდონური დერბი აქვს, ეხლა ამ ტურში აქვს ლონდონური დერბი ვესტჰემთან, რომელსაც ჰაერივით სჭირდება, გასავარდ ზონაშია და ერთი ქულით უსწრებს მეორე ლონდონური ტოტენჰემი. ძალიან დიდი ინტრიგაა, ლონდონში დიდი ინტრიგებია. თუ ამას დააკვირდება ინგლისის ფეხბურთის და საერთოდ ფეხბურთის მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს ამ ფინალისგან. ძალიან დიდი სიამოვნებით. შიდა სამზარეულო არეულობა, ძალიან ბევრი რაღაც ასპექტებია ესეთი, რომელსაც მაყურებელი აი ძალიან ისე შეხედავს, აი როგორც ექშენს, როგორც აი კაი ბაივიქს რო უყურებს, აი მასე შეხედავს რა და ეს თამაში თვითონ სიტი არსენალი იყო, აი
ხანდახან არის ხოლმე რომ ტოპ გუნდები თამაშობენ გინდა გერმანიაში გინდა იტალიაში უყურებ და ფიქრობ რატო უყურებ ამას იმიტომ რომ ესენი არიან აი არაფერს არ გაძლევს ეს აი არანაირად მაგას არ მიეკუთვნება აფიშის შესაბამისი იყო როგორი აფიშაც ქონდა გაკეთებული ასევე თამაში უდიდესი სიამოვნება მივიღე და აი ის ჯერ შერკი მსგაპრული გოლი გაიტანა აი რაღაც სასწაულად შევიდა არსენალის დაცვაში როგორც ბავშვები ისე დააწვია და ულამაზესი გოლი გაიტანა ჰავერცმა გაათანაბრა და მე მიდიოდა როგორი თამაში ისე აქეთ იქით რა თქმა უნდა სიტი უპირატესობას ფლობდა ბევრჯერ ქონდა გატანის საშუალება მაგრამ არანაკლები კი არა უფრო მეტი არსენალს ქონდა ორჯერ ხარიხას ძელებს გაარტყა აცილეს ბევრი მომენტი ქონდა მოკლედ არსენალ და საბოლოო ჯამში მაინც სიტიმ გაიმარჯვა. იღბალი აქვს მაგაში დარწმუნებული ხარ? იღბალი არის აგეროს გოლის მერე პირველი ჩემპიონი მანჩინის დროს. ბოლო 2 თეთრ. ეგ რა იყო საერთოდ დღემდე საოცრება არის, იმიტომ რომ მე არ დამავიწყდება აი ერთ ადამიანზე, გულშემატკივრებზე, განსაკუთრებით რომელიც კამერამენმა დაიჭირა, აი Queen's Park-ზე თამაშობდნენ ხოლმე და ანუ როგორია რომ ხელიდან გეცლება ფაქტიურად. იქით მანჩესტერის ხალხი უკვე United-ის უკვე როგორ იყო თქვათ რა და ამ დროს იმედგაცრუება უკვე თითქმის შეგუებული იმედგაცრუება გულშემატკივარში როგორ იცვლება ყველაზე დიდ ზეიმად საერთოდ რა, იმიტომ რომ ну საოცრება იყო ეგ და იღბალში გეთანხმები სიტის მაგას ნამდვილად ვერ წაართმევ. კიდე ბევრ თამაშში აქვს იღბალი სიტის, მაგრამ ერთისა ძლიერი გუნდია, ძლიერი მწვრთნელი ყავს ძალიან. მაგრამ იცი რა არის ილო აი ჩვენ მაყურებელსაც რომ ვუთხათ, ჩემი თვალთახედვით რომ გითხარი, მე ჩემი თვალთახედვით მე უყურე პრესკონფერენციას, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას, სხვა მანდაც უყურე, მაგრამ ეხლა რატომღაც ეხლა შევამჩნიე ეს რომ აი მუხტიაკლია გვარდიოლაც რაღაც დაინტერესება აღარ აქვს ისეთი ანუ და რატო იცი მე ასე მგონია რომ კლოპი არ ყავს გვერდზე ძალიან ძლიერი ქიშმა როგორც მეტოქე ხო ანუ ხო როგორც მეტოქე იყო აი მე ვასება რა ამასთან ჭირა ხო ჩვენ ხარ შენ ჩერქეზებთან გაქვს კავშირი და იცი იქ თუ და გითხრეს მოდი წამოვიჭიდაოთ ესე იგი ძალიან დიდ პატივს გცემს ხო რა თქმა უნდა ღირსეული მოწინააღმდეგე ღირსეული მოწინააღმდეგე თან როგორი ქარიზმატულია ხო კლოპი რაღაც თავისი ემოციებით და ისე რომ აი უხდება რა ტიპს ზოგი არის აკეთებს არ უხდება და მაგას უხდება ეს ყველა მოკლედ ყველა თუთაშხიას მუშნის არანდია ჭირდება ხო იმისათვის რომ გაიფურჩქნოს და კიდევ უფრო მაგარი იყოს ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ პეპე გვარდიოლაზე იმიტომ რომ ну ეხა როცა ფეხბურთს თამაშობდა ხო ეხა მაგისი IQ და თქვათ მართვა და ეს ნიჭი ზოგადად ლიდერული ეგ ცალკე ამბავია მაგრამ მე პირველად მაშინ მივხვდი რომ მეთქი ეს კაცი ვერ არის მეთქი იმიტომ რომ გერმანიაში რო ჩახვალდა ბაიერნის ხელმძღვანელობას რო იმით გააოცებ ეს რამდენს მუშაობს ეს ვორკოჰოლიკიაო გერმანიის აი მანდ მივხვდი რამდენად შრომის მოყვარე ადამიანია და ну ალბათ ხო ფეხბურთზე როგორი შეყვარებულიც არის კიდე ცალკე ამბავია რა ის ფეხბურთის შეყვარება ერთია მაგრამ აი თავისებური ხედვა განსაკუთრებული ხედვა და არავის მსგავსი ბევრს აქვს ეგეთი მაგრამ მაგისი რაღაც განსაკუთრებულია აი გინდაც ეხა ის სახის დაპორჭმა და რაღაც ეგეთები ანუ თვითონ სიტიც ხო ვერ თამაშობდა მაგ პერიოდში რა იმიტომ რომ აი რა როგორი მწვრთნელის არის ანუ აი ოჯახის უფროსი ვერ არის რა და ეს მოთამაშეებიც აყვნენ ვერ გაუგეს ამ ყველაფერს და დაიშალასავით გუნდი და აი რა მოხდა იცი აი გინდაც ამ ჩემპიონატში ამით ისარგებლა არსენალმა ლივერპული ასეთ მდგომარეობაში ჩელსი ასეთ მდგომარეობაში სიტი ასეთ მდგომარეობაში და სამჯერ მეორე ადგილი ну უბრალოდ ხომ მოვიდა ჩემი დროც და იხევა წავიდა და თითქოს სიტი იმათ ლივერპულმა ჩელსიმ ნაკლებად არც არაფერი არ უბრძვილა უკვე ნათელი იყო თავიდან კი დაიწყო ლივერპულმა 6 თამაში მოიგო მაგრამ შემდეგ გამოჩნდა რომ ის მებრძოლი არ იყო ჩემპიონობაზე იმიტომ რომ არასწორი მენეჯმენტი არასწორი ტრანსფერები ტრამვები ძალიან ბევრი გუნდი საერთოდ გადაკეთდა მაგაზე ვისაუბრებთ კიდე ხო და თითქოს მიაძინაო რა ეს არსენალი თავისი ამ ცუდი თამაშით არსენალმა თითქოს მიიძინა და აი შემდეგ აი ამ თამაშში ნახა რომ გამოფხიზდა და ბიჭო კარგავ ჩემპიონობას და მე ჩემ გულშემატკივრებს თვალებში როგორ შევხედო ბიჭო ტეხავს ბოლო და აი რაღაც ესე გამოვაფხიზლა და მართლა დავინახეთ სხვა არსენალი მაგრამ
რა ვიცი ახლა შენ როგორ ფიქრობ, საბოლოოდ როგორ დასრულდება? არსენალი გახდება ჩემპიონი თუ სიტი? ჩემი მოგრძალებული რაღაც ესეთი პროგნოზით ყველა თამაში არსენალმა უნდა მოიგოს, მაგრამ ერთი თამაში მაინც აი ეჭვი მაქვს ერთი თამაშზე, მაგრამ არა ვესტჰემთან. ყველაზე რთული არის ვესტჰემთან ეხლა, მაგრამ ამას მოიგებს. შენი აზრით პრიორიტეტი შენი აზრით, ნუ ალბათ ობიექტურადაც ეგრეა, უფრო პრემიერ ლიგა იქნება, ხო ესია, ვიდრე ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მე პრემიერ ლიგა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრემიერ ლიგის მოგება აი ლივერპულმა ხო რამოდენიმეჯერ აიღო თასი. ჩემპიონთა თასი, მაგრამ აი პრემიერ ლიგა არ ქონდა, რაც პრემიერ ლიგა ჩამოყალიბდა, ჩემპიონი არ იყო გამხდარი და აი პრემიერ ლიგა რამდენჯერ გაქვს მოგებული. ამას მეუბნება, ნუ არც ერთხელ სანამ არ გახდნენ რა თქმა უნდა. მეთქი ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ყოველთვის ამას ვიძახი, რომ მე მიყვარს გუნდი, რომელიც აი ეს არის ამახო უნდა მოიგოს, აი რეალს რომ ეს ჩემპიონთა თასები აქვს აღებული, იქამდე ვინ მივა, მაგრამ რაღაცა თითქოს ყოველდღე რო გოჭის ხორცი მივავთ, რაღაცა ასატრიოს გაჭვირ, აღარ მინდა ეს, რაღაცა შავი პური ყველთან და რაღაც ეგეთი მომენტი. რაღაც განსხვავებული ხო გინდა, რაღაც გულის ფეთქოსავით არის ადის ჩადის და ესე რაღაც არა, ჩემთან არ თუ თუ არის გაჩერდა. ხო გაჩერდა, ან კიდე ძალიან გაჩერდა და ძალიან ზევით გაჩერდა რა. მაღალი წნევაა, განთაფალი წნევა აქვს და მეც და ისე უყურებ რა ამას, რომ თავისებური ეშხი აქვს, აი გინდაც იმ მეორე ადგილს, მესამე ადგილს, მაგრამ დინამო მაგალითად, ჩვენი დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე თუ არ ვწდები 12ჯერ თუ 13ჯერ მესამე ადგილზეა გასული, 7ჯერ თუ 8ჯერ მეორე ადგილზე და სულ ორჯერ არის ჩემპიონი გამხდარი, მაგრამ გაცილებით მეტი გულშემატკივარი ყავდა მსოფლიოში და თვითონ საბჭოთა კავშირში, ვიდრე მაგალითად სპარტაკს, ან დინამო მოსკოვს საერთოდ ყავდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. ყველაზე მეტჯერ მგონი მაგი იყო ჩემპიონი. მოსკოვის და ჩვენი უხერხული მეტოქე დინამო თბილისის სულ გვიგებდა რატომღაც. ეგ მანთელი ამბავი. კი, მან ეხლა რო გადავიდეთ, მივაქვს დინამოზე მე ცალკე ვილაპარაკებ, საინტერესო ამბებს მოვყვებით, დინამოზე ძალიან ბევრი გვაქვს. რა მაინტერესებს, აი კონკრეტულად სიტი, ეხლა იმას მინდა გამოვეხმაურო, შენ თქვი რომ უფრო რთული თამაში, ანუ იდეაში ყველაზე რთული თამაში არსენალს აქვს ვესტჰემთან, ხოლო მაგრამ ელოდები რომ მანდ მოიგებენ. ეხლა ჩელსის რაც და იმას სიტის რაც მოვიდა ევერტონთან, ხო? ადვილი თამაში მარტო ვითუმეტეს ფინიშის ბოლოს ეხლა ვითუმეტეს ვესტჰემთან ვისაც გადარჩენა უნდა, რა თქმა უნდა ადვილი თამაში ვერ იქნება და უდიდესი წნეხი. აი წნეხი არის სპორტში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ამბავი. წნეხის დროს ისეთი ფეხბურთელები, ისეთი სპორტსმენები გაფუჭებულან, ანუ რომ ვერ ხსნი რა, აი არაფერი არ მიდის ისე როგორც შენ გინდა. ხო და აი ეს მენტალურად რა ვინც ალბათ ყველაზე უფრო მზად იქნება ამ გუნდებიდან, ხო, იმას რა თქმა უნდა მეტი წარმატება იქნება, მაგრამ ევერტონთან რაც მოხდა შენი ეს ეხლა სიტი ხარ და იცი რომ უეჭველი უნდა მოიგო. აი რამ გამოიწვია კონკრეტულად ევერტონთან აი რაღაც პონჩი კოლაფსი რა, იმიტომ რომ მე კი ამოქაჩეს, მაგრამ შეიძლება თქვა თუ არა რომ მაინც მოეშვნენ, ან იფიქრეს რომ შედარებით ადვილი თამაში ექნება, შესაძლებელია ეგ? მე ასე ვფიქრობ რა, ჩემი გადმოსახედით ევერტონი არის ძალიან ძლიერი გუნდი. ყავს უძლიერესი სიმწვრთნელი ჩემის აზრით, აი რომელიც ევერტონს მოერგო. აი როგორც ასე ევერტონი, ვესტჰემი ასეთ გუნდებს მოუდგა, აი მაგისთვის არის ეს დევიდ მოიესი ასეთი მწვრთნელია, რომელიც ევერტონში გაითქვა სახელი და დიდი ხნის მანძილზე მანდ იყო, აი რონის დროს იყო. რონის დროს იყო, როდესაც მე რონი გადაიყვანეს მანჩესტერში. და მოიეს ამზადებდნენ სპეციალურად ფერგიუსონი რო წავიდა, ეგრევე მოიესი მოიყვანეს, მაგრამ ამ გუნდს ვერ მოერგო. მაგრამ ევერტონისთვის არის ზედგამოჭრილი და ხო იცი? ანუ მცირე მარკეტის გუნდები უფრო უხდება, ვიდრე საშუალო და არა მცირე, საშუალო და ევერტონი საშუალო არ არის, უდიდესი ისტორია აქვს და ლივერპულის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, საერთოდ ენფილდზე საერთოდ ეგ თამაშობდა, ხო? პირველი მაგ ითამაშობდა და მე განხეთქილება მოხდა, წავიდა, ცალკე გააკეთა გუდისონ პარკი და ლივერპულზე ჩამოაყალიბეს ლივერპული. ჩემი საყვარელი გუნდი და დღემდე რომ ვამოყვა და ძალიან მიხარია რომ ესეთი გუნდი ჩამოყალიბდა. ხო და აი ეს დევიდ მოიესი მესე მგონია რომ დამოხტა თავის ფეხბურთელები რომ არ დავთმოთ თამაში, ითამაშეს ჯიგრულად. ამ დროს თან მოტივაციაც აქვს იმისი რომ ევროთასებზე გავიდნენ. კარგა ხანია არ გასულან ევროთასებზე. თან ის რომ სიტის ასე ადვილად ჩვენგან წაიღე ქულები არ მოსულა რა. თან
ახალი სტადიონი აქვთ. ის გუდისონ პარკი აღარ არის უკვე ხა ჰილ დიკინსონი არის ასეთი ასულ ახალი სტადიონი აგიშენეს პატივსცემენ ამდენს რაღაც ხომ და რაღაცით დაანახო და ზუსტად სიტისთან შეიძლება სხვასთან წააგოს, მაგრამ აი სიტისთან ლივერპულთან ძალიან გაშმაგებული თამაში იყო ბოლო წამზე გაიტანა ვან დეიკმა. და მაგითი გაიმარჯვა ლივერპულმა სულ ახალხანს. და მე ასე მგონია რომ დევიდ მოიესმა აი ხო გითხარი და აი იმას გვარდიოლას აი мотиваცია იმისი რაღაცა უკვე აი ამოუვიდა ყელში მგონია რა არ უნდა იმდენ კი როგორ არ უნდა ეხა მე ბწყალებში ვიძახი ამას არ უნდა როგორ არ უნდა მაგრამ ის ცეცხლი აი ის ცეცხლია რაც კლუბთან ქონდა ის აღარ აქვს და დავინახე მე რა თქმა უნდა ეს ჩემი მაშინ ესეთ კითხვას დაგისვავ ვინ შეიძლება მივიჩნიოთ ახალ კლოპად გვარდიოლასთვის აქ თუ არა რომელიმე მსმენელს ამის რესურსი კი კლოპი ისევ კლოპის გარდა აუცილებლად არა კლოპის გარდა უბრალოდ კლოპმა ისეთი მუხტი შეიტანა და კლოპი გვარდიოლა ისეთი მუხტი შეიტანა კარიზმატულია და ასეთ ეხლა მე უდიდესი მცველები არიან რა თქმა უნდა მაურინიო ძალიან ძლიერი მწვრთნელია ის კარლო ანჩელოტი ძალიან ძლიერი მაგრამ ის სპეციფიკა აი იკითხება მათი სპეციფიკა რა მაურინიო მაგალითად მოთავისია და მე ანჩელოტი მეგობრულია, მაგრამ აი უნდა მაგ მზაგუნდი ჩააბარე და არ არის მაგისთვის პრობლემა, გაგიხდის ჩემპიონს, აიღებს ჩემპიონს, მაგრამ მზაგუნდი უნდა და არა. აი კლოპი მაგალითად, კლოპი მივიდა 2015-ში. სანამ ჩემპიონი გახდა, მან გზა გაიარა. დიდი გზა გაიარა, რომ ის მენტალიტეტი შეეცვალა, დაევიწყებინათ ის საშინელი არ ჩემპიონობა ერთი ნაბიჯი რო დააკდა და ჯერ არცო ფეხი დაუწდა. ეს ხო უნდა დაივიწყოს ფეხბურთელმა და იმაზე ფიქრობენ, აუ გახსოვს ბიჭო და მე რა მოხდა ის დაფაროა ხო იცი ლივერპულში. ლივერპულის დაფა არის წმინდა. მაგათ ხელს როადები რომ გამოდიან სანამ გავლენ სტადიონზე ლივერპულის დაფა ის ბილ შენკლიმ ესა დააწესა. ვინ არის ეგეც რო თქვა? ბილ შენკლი არის, ვინც ლივერპულში შეიტანა მთელი გარდაქმნა. საერთოდ მეორე დივიზიონში ბანაობდა სადღაცას. დიდი რეფორმატორია ეს. დიდი რეფორმატორი კი არა, რომ გადმოვიდა ჯერ უარი უთხრეს. და რომ მოვიდა, მე მოიყვანეს 24 ფეხბურთელი გაუშვა. და ჩამოაყალიბა როგორც აი წმინდა სამებასავით რა. ვერთმაპატია, მაგრამ რაღაც სამებასავით ეს არის თქვენი სალოცავი, აი ესე, გასახდელი. და გუნდის უსხვანაირად მომბრდა ის მუხტი ეხლაც მოდის. მისი ჩამოყალიბებული მუხტია ეს ჰიმნი. მერე გააგრძელა ბობ პეისლიმ, რომელიც ჩვენ დავამარცხეთ, სასიხარულოდ ჩემდა და მაგის შემდეგ შემიყვარდა, რომ ასეთი გუნდი დავამარცხეთ ჩვენმა დინამომ, ჩვენმა სასახელოვანმა ბიჭებმა და მაგის შემდეგ ეს ლივერპული წავიდა წინ და აი კლუბმა ის გააკეთა რომ დაავიწყებინა ის ცუდი და გადაიყვანა ახალ რეფორმაზე რომელიც მანქანად ჩამოყალიბდა გამარჯვების მანქანად რომელიც ერთი ოჯახი იყო და სლოტმა იმ გაქანებით რა თქმა უნდა მე სლოტს არ უკარგავ იმას რაც გააკეთა და დიდი მიღწევაა როდესაც ასეთი მწვრთნელი წავა და შენეგრევე ჩემპიონს ხდი გუნდს ეს მარტო ფეხბურთელების არა სლოტის დამსახურებაც არის, მაგრამ უდიდესი წვლილია იმ დანატოვარის, რაც დატოვა კლუბმა. და მე ვფიქრობ, რომ თავისი ხელწერა დატოვა, მაგრამ ეხა ტოვებენ სლოტს, მაგრამ მე მგონია, რომ უნდა წავიდეს. ვინ უნდა მოვიდეს, უფრო აი ეს გამოჩნდება. ერთ თემას მინდა კიდე შევეხოთ ეხა პირველი მეორე ადგილები გასაგებია, მაგრამ მე-3, მე-4, მე-5 და შეიძლება მე-6-იც, რომელიც პოტენციურად ჩემპიონთა ლიგის აგზურია, აქ რას ფიქრობ? რა შეიძლება მოხდეს? აქ გადაწყვეტილია რა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი როგორც იქნა 3 სეზონის შემდეგ მობრძანდა ჩემპიონთა ლიგაში. და როგორი სიტუაცია იყო, იცი, აი მე ცოტა ხატრულად ხატავ ხოლმე ამას და რომ საუბარი რომ მაქვს ხოლმე ლაპარაკობ, რომ აი ჩემპიონთა ლიგა რა არის, დიდი ბალმასკარადი, Z კატეგორია რაღაც ძალიან ესე
სმოკინგებში და არშევანგები და ეს გამარჯვებად რაღაც ესე და ну იქ მე ის ევროპის ლიგა, ის კონფერენს ლიგა რაღაც. ეგ დუქნებია, ხო? ხო, დუქანიც არა, რაღაც. დუქანი კიდე და იმ დუქანშიც არ უშვებდნენ მანჩესტერ სამი სეზონის განმავლობაში დუქანში არ უშვებდნენ. რა გინდა კაცო და ავიშო ისეთ მდგომარეობაში იყო და ეხლა უკვე ჩამოყალიბდა უკვე გარანტირებულად ადგილი აქვს ჩემპიონატ თასზე. მეოთხე მეხუთე ადგილზე ლივერპული და ასტონ ვილა და აი აქ ასტონ ვილაძე არის ძალიან ხაზგასმით ალაპარაკო, იმიტომ რომ თამაშობს ევროპა ლიგაზე. თუ ევროპა ლიგა მოიგო და მეხუთე ადგილზე გავიდა, მე ესე ვიცი რომ მეხუთე ადგილზე გავიდეს და გავიდა, მაშინ არის მე-6 ადგილიც გადის ჩემპიონთა ლიგაზე და უპრეცედენტოდ ამ წელსაც ეგრე იყო. 6 გუნდი ყავდა, თუ არ ვცდები, 6 გუნდი ყავდა და 6 გუნდი ითამაშებს ინგლისიდან ჩემპიონატ თასზე. ოღონდ მე-5 ადგილი უნდა აიღოს. ვიცი რა მაინტერესებს, ეხლა შენ იმდენი ეპოქა გაქვს ნანახი და სხვადასხვა სისტემები, ხო? ანუ ასეთი ტურნირების და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, ანუ შენთვის ეს ფორმატები, რაც კი აქამდე არსებობდა, ყველაზე მისაღები ჩემპიონთა ლიგის ფორმატი რომელი იყო, იმიტომ რომ ადრე ეხლა წარმოუდგენელი იყო, ხო გახსოვს, ეხლა ჰოლანდიიდან ერთი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, თქვა აიაქსი ან ფეინორდი, ან ეინჰოვენი. და ნუ იქ ბარსელონა იყო, რეალი და ერთი პერიოდი მახსოვს, აი მესამე გუნდად რო ატლეტიკო მოხვდა, მეთქი რა ამბავია თუ რამე. ეხლა ამდენი გუნდია. ამ სისტემას როგორ უყურებ? უბრალოდ ხო, ძალიან არ განვარცოთ ეს, მაგრამ ამაზეც ერთი-ორი სიტყვა თქვი და მე გავაგზავნოთ უკვე ეს. ბევრი ცვლილებები შემოვაქვთ, ძალიან ბევრი გახდა თვითონ ეს ფეხბურთი. ხანდახან მომაბეზრებლედაც ბევრი გახდა. ნუ აღარ გინდა ამდენი იქ ფეხბურთი კონფერენს ლიგა, ის საკლუბო ჩემპიონატი, ის კი რა თქმა უნდა მიყვარს და მინდა რაც ბევრი უკეთესი, მაგრამ იმდენად ბევრია რომ ის ფეხბურთელები იღლებიან ფიზიკურად ტრამვებს იღებენ. აი ხა ტოტენჰემი რა დღეშიც არის, ეს არის ტრამვების გამო. ნახევარზე მეტი წამყვანი მოთამაშეები, რომელშიც აურაცხელი თანხა აქვს გადახდილი და კიდე ხელფასებს უხდიან და კიდე მაგის ეხა ჯანმრთელობაზე უნდა ისურნოს გუნდმა. ნახევარი გუნდი დამტრეული ყავს და აი ეს ხო უნდა მე რა თქმა უნდა წინ წასვლის და ცვლილებების მომხრე ვარ და მიხარია, მაგრამ ზოგჯერ ისეც გაკეთებენ ხოლმე რომ ცოტა აი ხა მაგალითად მაგაზეც გვექნება ალბათ საუბარი პრემიერ ლიგა მორჩება და დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი და იქ საერთოდ 48 გუნდია 12 ჯგუფად დაყოფილი. ამას ხო ჯერ გათვითცნობიერება უნდა ჩვენ დავეხმარებით მაგას როგორ და რა ჩევებს რაღაცებს გადავღე მე უფრო კაი საყურებელი რო იყოს. ეხლა რას უყურებ ხო უნდა იცოდე რა. ეხლა შენ თუ მაგალითად ფილმს უყურებ და ის მსახიობი არიცი, თვითონ რეჟისორი არიცი და სიუჟეტი არიცი, ფილმს ხო ვერ უყურებ, ხო რაღაც ესე უყურებ, რა უნდა იცოდე რაზე რა ხდება იქ. ასევე სოფლიო ჩემპიონატი პირველ რიგში ხო ყურება მაგისი და საყურებელი შოუა და მე უკვე სპორტული შეჯიბრება მე ესე ვფიქრობ. მოდი იცი კიდე რა თემა შევეხოთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა შენ თქვი რომ ვესტჰემი თავში აკლავსო ეხლა ხო ასე არსენალს, მაგრამ რატო იკლავს თავს ვიცით, იმიტომ რომ ვარდება და ყველაფერს მოეჭიდება რომ არ გავარდეს, იმიტომ რომ ბერმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ძალიან ვით უმეტეს როცა საფეხბურთო კლუბს დიდი ტრადიციები აქვს და ადვილი არ არის ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში გადმოსვლა. ანუ საკმაოდ დიდი კონკურენცია, ამიტომ იქ მოხვედრილი გუნდი. ყოველთვის მესოდრებოდნენ ხოლმე გუნდები ერთი წლით რო გადმოვიდოდნენ და მერე ისევ ჩავარდებოდნენ, ერთი წლით გადმოვიდოდნენ, ისევ ჩავარდებოდნენ და რთული ამბავია. აი მანდ როგორ ფიქრობ, ვინ გავარდება, ვინ დარჩება? და შეძლებს თუ არა ტოტენჰემი მიუხედავად ამდენი ტრამვისა მაინც მოახერხოს და იქნება როგორმე გაქაჩოს, რომ შემდეგ წელს უკვე დაბრუნებული მოთამაშებით უკეთეს წარმატებას მიაღწიოს. ხო მაგაზე ჩემი შეხედულება მაქვს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახლა ვესტჰემს ძალიან ბევრი მწვრთნელი გაიარა რაღაც ეტაპები და მოიყვანა ძალიან კარგი მწვრთნელი. ნუნუ ესპინიუს სანტუ ეგეთი არის, რომელმაც ნოტინგემ ფორესტი აი ხა ევროტურნირებზე რო თამაშობს, მაგან გაიყვანა. მერე იქ ვერ აეწყო სიტუაცია ხელმძღვანელობასთან, ბერძენი ის ყავს პრეზიდენტი ფლობელი რა ნოტინგემს, რომელთანაც ურთიერთობა ცოტა რთულია რა. ყველა ვერ ახერხებს მასთან ურთიერთობას და ეს ეშპინიუს სანტუც ცოტა ისეთია, ამბიციური პიროვნებაა და ვერ ააწყვეს ურთიერთობა. და ტოტენჰემში
მოიყვანეს რობერტო დე ზერბი, ასეთი მწვრთნელია, ძალიან ამბიციური, ინგლისში ნამუშევარი ბრაიტონში, შემდეგ გადაიყვანეს მარსელში იყო და იქაც არ აეწყო მაგის ურთიერთობა. ამბიციურია, ყოველთვის გამარჯვება უნდა. და ადრე სასუოლოში იყო, გუნდად ჩამოაყალიბა, საკმაოდ ისე ძლიერი, ეხლა ცოტა თამაშობს სასუოლო, ეხლა მაგალითად მილანს მოუგო 2-0, მაგალითად ისეთი. აი ძლიერი სრედნიაკი რა როგორ უნდა ვთქვა ეხლა ქართულად, საშუალო, ოღონდ ძლიერი საშუალო. აი მაგარი კაკალი როა რა. კერკეტი კაკალი, ხო, აი ეგეთი. ხო და მე ასე მგონია რომ აი ეხლა მაგალითად ვესტჰემმა ძალიან ძლიერი თამაში ჩაატარა ბრენტფორდთან. ბრენტფორდია ისეთი გუნდია, მაგას მეც ვფიქრობდი, რომ ეს პრემიერ ლიგას დატოვებდა. მერვეზია, ხო მგონი ეხლა თუ მეშვიდე. ბრენტფორდი სადღაც მანდ არის. მეექვსეში არის. მეექვსეზე მე მგონი ეხლა ბორნუთია საერთოდ. წარმოუდგენელი. ხო და ბორნუთი, ბრენტფორდი და ტოტენჰემი და ვესტჰემი ვარდებიან. აი რაღაც ესეთი უპრეცედენტო. არა, იმიტომ რომ ხო ეხლა მე რო ფეხბურთს ესე და განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგას და ქვედა ლიგებს ძალიან ვეჯექიან, რომ მაშინ მახსოვს რომ აი ესეთი გუნდები როგორც არის ბორნმუთი და საუთენდი და ფორესტ გრინი იყო კიდე ეგეთი და რაღაცა. ეგენი კი ჩარჩნენ, მაგრამ მაშინ ეხლა ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ მეორე ლიგი, მესამე ლიგიდან, ნუ პრემიერ ლიგის მეორე ლიგიდან, ჩემპიონშიპის დაბლა კიდე, ჩემპიონშიპ 2-დან. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ მეთქი ბორნმუთი ამდე შეძლებს, მაგრამ მე დროთა განმავლობაში რომ გადავხედე რამოდენიმეჯერ პროგრესს ხედავდი ხოლმე და ხო, ანუ ჩემი შეხედულებით ტოტენჰემის გავარდა. რაც მოვიდა დეძერბი, ერთი თამაში წააგეს, ერთი თამაში ფრედი თამაშის და ორი მოიგეს. და ამ ორი მოგებით ამოვიდნენ, ანუ ერთი ქულით გადაასწრეს ახლა. ვესტჰემმა წააგო და ამათ ძალიან რთული თამაში მოიგო ასტონ ვილასთან და ასტონ ვილაზე გითხარი, რომ თან როგორი მწვრთნელი ყავს მაგას ისა უნაი ემერი. ძალიან ბევრჯერ აქვს UEFA-ს თასი, მგონი ემერის თასი და არ ქვეს იმდენჯერ აიღო ეს UEFA-ს თასი. UEFA-ს, ნუ ევროპა ლიგას რომ ეძახიან ახლა და ეხლა მაგის ნახევარფინალშია. პირველი თამაში წააგო ნოტინგემთან და ეხლა სახში აქვს სათამაშო და მე ასე მგონია რომ იქ აიღებს ამ თასს. და გადართულია, გესმის, აი გადართულია ამ თასის აღებაზე და ეს თუ მოახერხა ემერიმ რომ ასტონ ვილას ევროპა ლიგა მოაგებინოს, ბირმინგემი იქნება უბედნიერესი ქალაქი, რომ ეს თასი აიღოს და აწიოს და მით უმეტეს მაღლა პოზიციებზე დაამთავროს ჩემპიონატი, ძალიან დიდი მიღწევა იქნება. ძალიან ძლიერი მწვრთნელია, ოღონდ აი PSG-ში ვერ გაგაჩა. აი ხომ მივხვდი რას ვლაპარაკობ. ანუ ყველაფერს თავისი დეტალი როგორც მანქანას შეიძლება, შეიძლება ახლა მე რაღაც ფერარის რაღაც ნაწილი ავიღო და მერსედესში ჩავაყენო. ხო არ წავა, ნუ ვერ წავა, ვერ იმუშავებს. არა, თან ეგ როგორი რაღაცა იცი კიდე რომ აი სნელის ამბავში რო თქვა, დაახლოებით იგივეა, რომ ვიღაცა შეიძლება ძალიან კარგად ატაროს შევროლე, მაგრამ როგორც კი ფორმულა 1 და ანუ შუმახერობა უწევს, მაგას ვერ გაგიქაჩავს რა. გეტყვის რომ არა ძმაო, მე ეს მანქანა მირჩევნია, არ მინდა ეხა ის. ბატონო, იქ სადაც შენი ადგილი. ყველა ვერ მოახერხებს მაგას, იმიტომ რომ იმისათვის რომ ეხა დიდ მარკეტებში ეხა მაგალითად იგივე კალათბურთშიც რა, ყველა ვერ ახ, იმიტომ რომ წნეხი იზრდება მწვრთნელზე. უფრო და უფრო ჩქარდება ტემპო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველ რიგში ეხა ყველა ფეხბურთელს ხო ვერ გაუშვებ. ვერ თამაშობს გუნდი, უნდა გაუშვა მწვრთნელი. ესე იგი ვერ ათამაშებს, ვერ ახერხებს მათ სწორ მოტივირებას. ჩემი საზით მწვრთნელზე რატომ აქვს აქცენტი გაკეთებული ახლა მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და მწვრთნელი ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის მაგალითად. აი რას მეუნება, როგორ მეუნება, რა დამოკიდებულება აქვს, აბა ის ხა წადი გააკეთე, აღარ მინდა რომ გავაკეთო. მეც ესე ვარ. ზოგი ისეთია, ზოგი უსმენს ხო კარგი გავაკეთებ. მე ჩემი მქონდა მაგალითად. აი რატომ არის მაგალითად რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო თავს იჩენენ. რომ თავს აძლევენ ის უფლებას რომ მოატყუონ, წავიდნენ, ვერ ვიტან აი ნერვებზე ვიშლები, როდესაც აი უნდა წავიდეს, მოატყუოს, მე მოტრიალდება და უკან აძლევს პას. ანუ ვერ ბედავს, იმიტომ რომ მცველეოვნება გააკეთებ ამას დაგსვავს გამზე. და აი ხვიჩა რო გადავიდა ნაპოლიში, რეებს აკეთებდა, ყველა უყურებდა, იმიტომ რომ ხვიჩას ის ფინტები ენახა, ის რასაც აკეთებდა. აი ლუის ენრიკემ გააგზელა ეს მისცა თავისუფლება, ოღონდ
რაღაც ფარგლებშია. ხო, სერიოზულ დონეზე. ჩვენ მაშინ მოდი იცი რა გავაკეთოთ ეხა პრემიერ ლიგაზე თუ კიდე რამე ესეთ შემაჯამებელი გინდა თქვა, 1-2 სიტყვა თქვა და მე ნელ-ნელა შეგვიძლია ჩვენ რახან ხუჩას შეეხე, ხუჩასკენაც გადავიდეთ და რატო უნდა გადავიდეთ, მაგას მე ბევრი ახსნა არ ჭირდება. რა შეგვიძლია აი პრემიერ ლიგაზე რამე თუ არის კიდე ისეთი რომელიც გინდა რომ გამოყო რაღაცა განსაკუთრებული თუ ფიქრობ რომ კიდე აი განსაკუთრებული ის გითხრა შემოილო რომ აი ასეთი კონკურენცია, ასეთი ბრძოლა როგორც ახლა ბევრი იძახის რომ აი მოსაწყენია არსენალის კუთხურების ადამიანი ხა როგორც აი პიროვნებას უყურებ რა ამდენ ხან სამჯერ მეორე ადგილზე გავიდა კუთხურით გაიტანს ის ჯარიმით თუ შეაგორებს თუ პენალით გაიტანს იმას არ აინტერესებს უნდა რომ ტიტული მიიღოს და ეს რაღაც ამდენი ხნის თან კიდე ხა ამდენი ამხელა ტრადიციების გუნდია და არსენ ვენგერის მერე ჩემპიონი არ გამختარა და მოსწყურდათ და უნდა რომ რაღაცა დააკმაყოფილონ ეს გულშემატკივრები და მოსაწყენი კი არ არის. ნუ პრაქტიკულად თამაში შედეგზე ორიენტირებულია. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა 92-93 წლის შემდეგ, როდესაც მე-12-მე-13 ადგილზე არის ახლა 3 ტურია დარჩენილი და ვინც მე-12-მე-13 ადგილზე შანსი აქვს გავიდეს ევროპა ლიგაზე. და იმ 6 ადგილი დაიგავდა შეება ჩემპიონთა ლიგაზე. ნუ ახლა იქ ეს მათემატიკურია, მაგრამ შანსია და იქ 92-93 წლებში რა მოხდა, ხო იცი? 40 ქულიანი გუნდი გავარდა. ბოლო ადგილი აიღო 40 ქულიანმა. რა იყო რა დაჭამს ეს. თითქმის შეიძლება სადღაც ევროტურნებზე გასულიყო და გავარდა. და სხვათა შორის თუ არ ვწდები ნოტინგემი იყო ეს გუნდი. ნოტინგემ ფორესტი გავარდა. ეს როგორია რა რომ ან გავარდები ან პირობითად მეხუთეზე გავხვალა ეგრე რო გიდრა საქმე ძალიან მურტალი. რომ გავარდა და ითამაშა ევროთასებზე. რედინგი იყო თუ არ ვწდები. აი პრემიერ ლიგაზე ჩვენ კიდე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ხოლმე მომავალ ტურებშიც, იმიტომ რომ ვითომეტეს ახლა ესეთი დაძაბულობაა ჩვენ ასევე სოფლიო ჩემპიონატსაც აუცილებლად გავაშუქებთ, გვაქვს ესეც დაგეკმილი და თან ვითომეტეს ძალიან საინტერესო სოფლიო ჩემპიონატი იქნება. ჩემთვის კიდე სხვანაირად არის ეს გამოწვევა და სხვანაირად არის კიდე მნიშვნელოვანი ისევ და ისევ იმის გამო, რომ ეხლა სხვანაირად უნდა ჩაუჭდე ისევ ფეხბურთს და სხვანაირად უნდა ვიყო ფეხბურთში ჩართული, რაც ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია. მაგრამ სასიამოვნო პროცესი იქნება დარწმუნებული. მოდი ახლა რომ ძალიან დიდ სიამოვნებას რა თქმა უნდა. მოდი ხვიჩას შევეხოთ ახლა, იმიტომ რომ ნახე საერთოდ აი ჩემთვის ხვიჩას ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ანუ რატო არ მაგ ბიჭით, ანუ აი უკვე წლებია აღფრთოვანებული რა. პირველ რიგში ერთი რამ, რომ ამხელა წარმატება საერთოდ ჩემი ტვინი ვერ ეწევა ჯერ აქედან დავიწყოთ იმას, რომ აი სოფლიოში ახლა ისინი ვნახეთ როგორ ლაპარაკობს ტიერი ენრი მასზე. ახლა ხანს აი ვენ რუნის ინტერვიუც ნახე და რუნიმ თქვა რომ მოკლედ აი ზუსტად ის არისო რაც მანჩესტერს ჭირდებაო. ანუ ისე დაახასიათა რომ ესე იგი არის ეგეთი კრეატიული რომ არაფრიდან შეუძლია რაღაც შექმნას. ამას ძალიან ბევრმა ფეხბურთის ლეგენდამ ხვიჩაზე თქვა რომ აი ეს მთელი დაკარგული ეს პოეტურობა თუ პოეზია ფეხბურთში, თქვა კრეატიულობა, შემოქმედებითობა, არაპროგნოზირებადობა და ასე შემდეგ დაკარგული იყო და ძალიან ბევრი მაგიტომაც ეცახის კვარადონას რომ შემოიტანა ეს და როგორი სიმბოლურია რომ სწორედ ქართველმა შემოიტანა რა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხშირად გვადარებდნენ ხოლმე მუდმივად სამხრეთ ამერიკელებს და ეს სტილისტურად იგივე დინამო ახსენა იქიდან მოყოლებული ბრაზილიელებს გვეძახდნენ. კი ბატონო, საბჭოთა ბრაზილიელებს. შესაბამისად ძალიან ანუ ამ ხრივ მესმის რატომ რომ ქართველი რატო აღმოჩნდა ის ვინც ეს შეიტანა, მაგრამ ხალხო, რამდენი ადამიანი თამაშობს რამხელა ქვეყნებიდან, ბრაზილია, არგენტინა, მთელი სამხრეთ ამერიკა, ევროპის ქვეყნები და ამ დროს ერთი პატარა ქვეყნიდან ერთი ბიჭია, რომელიც დღეს საუბრობენ ადამიანები, აი кейსი აქტივს, რომ შეიძლება სოფლის საუკეთესოა რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა აი კიდე რა მომწონს ხვიჩაში. როცა წნეხი იზრდება მისი პროდუქტიულობა, რასაც ბევრი ვერ ახერხებს. და ჩემთვის აი ლუის ენრიკეს და მისი ეს საუბარი ერთხელ რომელიც ნახე და ლუის ენრიკეს თქვა რაღაცა ცოტა დამოკიდებულება მბაპესთან და მისი დამოკიდებულება კვარაცხელია ეს ძალიან განსხვავებულია რა. არასდროს არ დამავიწყდება და ვამაყობ იმით რომ ეს გააკეთა ქართულმა ფეხბურთელმა რო იგებდნენ, განაღდებული რო 4-0 იყო თუ რაღაცა და არ დამავიწყდება უკაროდ ჩამოვიდა და რო ჩაუვარდა ფეხებში ამ ბატკად. ეგ ჩემი აზრით, აი და ამიტომ უბრალოდ სანამ ახლა განვიხილავთ უშუალოდ PSG და Bayern-ს და ხვიჩას როლს ამ სერიაში აუცილებლად ჩემი დიდი პატივისცემა, რესპექტი მას, მის ოჯახს, იმიტომ რომ თუ ოჯახის ხარდამჭერა არ არის და ეხლაც უკვე პატარა ბავშვი ყავს, მეუღლე ყავს, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ მე ვიცნობ მის ძმას და ადამიანებს, რომლებთანაც გაუტარებენ დრო და ვიცი, რამხელა ყურადღებას აქცევს კვებას
ვიცი რამ ხელა ყურადღებას აქცევს მედიტაციას, ფიზმომზადებას, ყველაფერს. და ეგეთი დონის მოთამაშე ვერ გახდები თუ ამას არ ანიჭებ მნიშვნელობას. აი ახლა კალათბურთის ანალოგი რომ მოვიყვანო, სან ანტონიოში არის ვემბანიამა, ხო? ნუ რომელსაც უცხო პლანეტელს ეძახიან. უზარმაზარი, ყველაზე მაღალი კალათბურთელები აი აქამდე წვდებიან. მართლა, ნუ უცხო პლანეტელია, მაგრამ ეხლა ხანს უთხრეს მის თანაგუნდელს რუდი გორბეს, რეცით ფრანგია, რომ როგორ დაახასიათებდითო თქვენო ვემბანიამას, ერთ რამეს გეტყვითო რა, გუში წინ დამირეკაო, ხამეო. და ღამის რაღაც 12-ზე თუ რაღაც მირეკოს და მეკითხებ, რომ სახში როგორი წყლის ფილტრი გაქვს დაყენებულიო. ანუ აი, სად არიან იცი, რომ აი თითოეული ვიტამინი, კვება, ეს და ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ყოფილა, მაგრამ ყველამ ვერ აუღო აი ამ შრომის მოყარეობას და დიდხანს და სტაბილურად აი აქ ყოფნას და ვით უმეტეს წრეხის დროს ესეთ თამაშს. ასე რომ ამ ხრივ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ხვიჩას და მოდი აი გაგვიზიარე პირველ რიგში შენი ემოციები, იმიტომ რომ თამაში იყო საოცრება. 5-4 ეხა როგორი ემოციები არ ქვია ამას, აი რაღაც სიამაყის გრძნობა, სიხარულის გრძნობა და მე ერთ რამეს დავამატებ, რომ ამ ყველაფერთან ერთად, რასაც ფეხბურთის თამაში, რასაც ხვიჩა აკეთებს, ეს ხო რაღაც საოცრებაა. ანუ იცი რა არის, აი რომ მოდის ცველი ხო არის და ხე ცველი არ ყოფილვარ, მაგრამ ცველის ის აზრები წამიღე რას გააკეთებს ეს ცველი მე ხო ვფიქრობ, მაგრამ ის ცველი ვერ ფიქრობს, იმიტომ რომ რას გააკეთებს 4-5 მინიმუმ არის 4-5 რაღაცა ის მოქმედება, რაც ის ფლანგზე ელოდებიან, ცენტრში გადადის. მარჯვენა ფლანგზე ელოდებიან, მარცხენა ფლანგზე, მარცხენაზე მარჯვენა. აი საერთოდ ამოუცნობია თან კიდე. ისეთი რაღაცები მოსდის თავში. მე მასეთ ფეხბურთელებზე რას ვფიქრობ, იცი, აი რომ ნახევარი წამით უსწრებს მოვლენებს. აი რაღაც ეგრე მგონია. აი ფეხებზე ადრე ტვინი ფიქრობს. აი როდესაც ტვინი ფიქრობს და თან ფანტაზია გაქვს და თან ამის ნიჭი ყველაფერი გამოგდის. მეორე ის რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ეს ამხელა სიხარული მიენიჭა მთელ ქვეყანას. მუხტიაწია, ბავშვები დაინტერესდნენ, თავის დაიჯერეს, ბევრი ფეხბურთელი წამოვიდა. ჯერ ხა არა მარტო ხვიჩამ, მიქაუტაძემ ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენი ბუდუაგერ 2 ბურთი გაიტანა ალიანს არენაზე, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ 2 აქ ეგრევე თან მიყოლები ჯერ ხო ხვიჩამ გაუტარა მერე ბუდუმ გაუტარა მანამდე დემეტრაძეს და კალაძესაა გატანილი და მოკლედ ეს ბაიერნი მოდი ბიჭო ეგეთი მოდი ძალიან აი საამაყოა და რასაც ხვიჩა აკეთებს ამას ხო მერე ნაპოლიში მარადონას შემდეგ 90 წლის მარადონას შემდეგ ჩემპიონი არ გამხდარა ნაპოლი მივიდა ეგრევე ჩემპიონი გახდა და დატოვა ისეთი მუხტი აი გაქანება დატოვა რომ კონტე მივიდა კიდე ჩემპიონი გახდა 90-იანებში ჩვენი ფეხბურთელები სხვათა შორის ძალიან კარგად თამაშობდნენ ძალიან კარგ გუნდებში თამაშობდნენ ხო და ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა ბატონმა ედვარდმა თქვა რა უნდა გითხრა ესე იმას და ახლა ჩემო პატრიცემულ მეგობრებო ძალიან ისე აქტუალურია ფეხბურთი. ხო და ფეხბურთი შეგვიძლია გავიტანოთ ჩვენი სახელი უმოკლესი გზა არის. ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანო და ჩვენ ბიჭებს ეს ძალიან კარგად გამოსდის. ხო და გამოვიდათ მე. გამოვიდა საერთოდ. ბატონი ედუარდი ახლა იქნებოდა ძალიან ბედნიერი. ხო და მართლა სიამაყი დაისებოდა ნამდვილად იქ გაანათლოს ღმერთმა სადაც არის. იქიდან უყურებ. ხო უყურებ. ხო მე ხომ ვიძახდი და ვიძახდი მე მაგარი ვიჯია მეთქი. მე ჟონია იყო კარგით ეხლა ბატო ედვარდა აუ ეგ დუეტი ეხლა მივხვდი რომ რაღაც მომენტში დამაკდა რა ბოლო პერიოდი იცი რა არის მე ხა ვნახე ერთი ფრანგი ტიპის რა იუთუბერია რა და იუთუბერებსაც ხო აქვს ხოლმე სტრიმი რომ თამაში რომ მიდის თან თვითონაც უყურებენ და მათთან ერთად ნუ ხარ TikTok-ზე შეხვდება ეგეთი ვიდეო და აი გვაღა რო ყვირია რა მდგომარეობაში აგდებს ანუ საფრანგეთში ამ გულშემატკივრებს იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი ქართველები რო ჩადიან და წინიდან რო კენაცვალე რო ისმის მაგრამ რა სიამოვნებაც ამ ფრანგებმა მიიღეს და თან კიდე ხა მათთვის ეს პარიზი და ზოგადად ეს გუნდი ეს მათთვის როგორია იცი რომ მართლა ზეიმია რა შენ ხო კარგად ვით უმეტეს ხა როცა პრემიერ ლიგა გიყვარს რას ნიშნავს ვესტ ჰემის გულშემატკივარი იქნება თუ ლივერპულის გულშემატკივარი უიკენდებზე თამაშის დღე
როგორ იწყება დილიდან დღესასწაული და როგორ სრულდება ბოლოს. ყოველ კვირა ტიპებისთვის არის მართლა დღესასწაული ოჯახებით რომ მიდიან და განმიცდია ეგ ცნობა შოტლანდიაშიც ახლა ამასაც საყურებლად რომ მივდიოდი. ამასაც არ ვიცი შევეხები თუ არა სანამ დავიწყებდით რომ მითხარი რომ ჰარტსი ხდება მე მგონი ჩემპიონი იმიტომ რომ ესეც ძალიან იშვიათი მოვლენაა სელტიქსი და რეინჯერსი ანუ კათოლიკეები და პროტესტანტების მუდმივი დაკა არის ასეთი შოტლანდიაში და ჰარტსი მე მახსოვს ერთი პერიოდი მაშინ მეორეზე შეიძლება გასულიყო მაშინ როგორ მიკვირდა და ეხა რომ ეგეთი რამე მოხდეს ჩემპიონი როგორც ასეთი აზადაც არავის არ მოსვლია ერთი პერიოდი იყო რაღაც ფული ჩადეს ზუსტად ამ ჰარტში და რაღაც ჰიბერნიანი რაღაცებს რაღაცა მაგრამ ის რომ ასე პირველ ადგილზეა ეხლა გუშინ მოუგო რეინჯერს და უკვე დიდი რამდენი ტური დარჩა შოტლანდიაში სამი ტური ჩემპიონატი დასრულდა შოტლანდიაში პირველი ადგილი დაასრულა, მე ადგნენ და მოიცა კაცო ეგრე საქმეა. ეგრე ამდენი ხანია ისინი ხდებიან და ეგრე ადვილად ვერავდა. ეხა გაყვეს და 6-6 გუნდი ერთი გასავარდნად გამონაკლისი სახით გააკეთეს? კი, არა, გამონაკლისს არა ეგრეთი. ეს მე ჩემპიონს ვერ გახდით ეგრე არა. ხო არა, მე თქვი მართლა ხო არ ხდება იმდენი რაღაცა მოხდა ამ ფეხბურთში მოვაციები რომ მაგრამ ისე ეგეც არ გაგიკვირდეს რომ მოიცა კაცო ფერგუსონი რო გახდა იმის მერე არავინ არ გამختარა ჩემპიონი ფერგუსონმა რო გახადა აბერდინი და მერე წავიდა მანჩესტერში იმის მერე არავინ არ გამختარა და ისე სხვათა შორის რაგინა სელტიკისის გულშემატკივრები იქნებიან თუ რეინჯერსის პირველად ერთმანეთს არ დაცხებენ იმის გამო რომ მე ჩემპიონი გავხდი და შენ ვერ არა ანუ სხვა ხდება იქ ცოტა და იმ სელტიკს სერიოზული განაცხადი აქვს თან კიდე ეთამაშებიან ერთმანეთს ამ სამ ტურში ერთ-ერთი მაგია თუ არ ცდები ხა თლად შოტლანდიის ჩემპიონატს უყურებ მეთქი არა მაგრამ ადრე უყურებდი სხვადასხვა მქონდა მაგის ცოტა დროც და გაქანებაც მე როგორ ვეჯექი ხოლმე იცი კავკასიაზე გეხსოვნება სანდრო ცნობილაძის მიმოხილვა რო იყო 2 საათნახევარი გრძელდებოდა იწყებოდა ხოლმე ტოპ ჩემპიონატებით აი პრემიერ ლიგა დაიწყებოდა მე გერმანიაზე გადადიოდა 2 საათნახევარი სინდი კროუფორდის ვარჯიშების მერე იწყებოდა რა მაგითი მახსოვს და რო გამოვიდოდა სინდი და იქ რო ჩაგვიტარებდა მაშინ არც ინტერნეტი იყო არაფერი არ იყო დილა იწყებოდა სინდი კროუფორდით და როგორ გრძელდებოდა აღარ გავაგრძელებ მაგრამ ну რაღაც საოცრება იყო ჩვენ ყოველ დილით ვეჯექით ახლა სინდი კროუფორდს ახლა მეტი მოდი ისა ბადრი ძალიანაც რო არ გადაუხიოთ და მთლად ემანუელაში რო არ გადავეშვა სხვა ჩვენ რეგიონერებზე შენ ბუდუც ახსენა მიქაუტაძეს და რა გულიაშვილი თუნდაც ანუ ცოტა რო განმარცოთ უფრო ეს თემა და მე აუცილებლად შევეხოთ კეცბაიერო დინამოს წნელი ეს არის ჩემთვის მედი ახლა მაინც არ შემოიყვანეს ტყუილა რა ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შვება, იმიტომ რომ ძალიან საშინო მდგომარეობაში იყო ჩემი საყვარელი დინამო და ეხლა თემური მოვიდა კეცბაია, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია რომ ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია საერთოდ და აი ქართველებმა რო ხორვატიას მოუგეს, მის ხელმძღვანელობით მოხდა ეს ძალიან დიდი სიხარული მოგონიჭა ქართველებს, მათ შორის დათო მინაშვილსაც, ჩვენ მეგობარს და მიყავდა ეს რეპორტაჟი, ქონდა მაგის ბედნიერება და გავიტანეთ გოლი ი ბატონო ისე გაუხარდა რომ გასვა ესე ემოციურად წამო აი ტოპ 5 მომენტი რო თქვა რო არ გადაუხიოთ ძალიან მაგრამ უცებ ტოპ 5 მომენტი აი რა გახსენდება პირველი ქართველ კომენტატორებზე აი დასამახსოვრებელი მომენტი ნუ ერთი მიდის სანახავად შოტლანდიელებს გაუტანეთ ხორვატებს გაუტანეთ გოლ არა ის მე ძველები მახსოვს კაცო Кოტე მახარაძე, ეხა ალბათ თბილისში. Вот, звучит. Финальный свисток Рикардо Латанци, который оповещает, что Кубок Кубков 81 года, ეხა რუსულად მივაყოლე, ქართულად რო მაგას გადაგითარგმნით, არ არის. იოხ მეგობრებო. ეროს ქართულად ყვები მაგ. ეროსის და საერთოდ უმაგრესი რა მოხდა რადიო რეპორტაჟი იყო დაიწყო მეორე ტაიმის რადიო რეპორტაჟები იყო მე მაქვს მაგის ბედნიერება რომ ესე უსმენდი რა ქნა ჩვენმა დინამომ იქ სადაც რუსეთში რო თამაშობდნენ და დაიწყო მეორე ტაიმის რეპორტაჟი 1-0-ს ვიგებთ მეგობრებო თან ძალიან გვჭირდებოდა ქულები თან მაშინ 3 ქულა კი არა 2 ქულა იყო 1 ქულა ფრეზე 2 ქულა მოგებაზე დაიწყო რეპორტაჟი 1 ეხ მეგობრებო ვიგებთ 1-0-ს და უცებ გაგვიტანეს ბიჭო და 1-1 ნერვიულობს ხალხი დამთავრდა თამაში და ნუ გეშინიათ მეგობრებო მე 1-5 თადარიგში მქონდა 2-1 ჩვენმა დინამომ გაიმარჯვა რა სისაყვარია აი მე ის კიდე ერევნის არარატთან აგებდა დინამო 4-1 თუ 4-0-ს აქ თბილისში და დაინიშნა საჯარიმო
კედელი აღმართეს და მეგობრებო, მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი. ესეც მანჯი. ლივერპულს რომ მოუგეთ აქ 3-0 თენგიზ ნათაძეც მიყავდა. და მეკამათებოდნენ არაო და მახარაძეს. შენ იქიდან მოყოლებული ხო ხარ ლივერპულის ფანი? აი როგორც მითხარი, მაგდრიდან გახდი ლივერპულის გულშემატკივარი. ხო, ძალიან გამიხარდა, რომ ასეთ გუნდს მოუგეთ. ნუ წარმოედგინე, ნამყოფი ხარ ხო იქ? სად? არ ხარ ლივერპულ. სამწუხაროდ არა. მეგობრებო, ჩვენ ვაგროვეთ დონაციას და უგროვებთ ბადრის. ყველაფერი ეს იმიტომ წამოვიწყეთ, ანუ რეალურად ფეხბურთი და ბადრი გვინდა რომ გავუშვათ ლივერპულში რა. ანუ ეგ არის ამბავი. ენფილდზე კი. თუ გამოგვივა და თქვენ შეიძლება გზადაგსა ისე ამბავი. მე გიმს ვიმღერებ ვიციზე პირად ვიცი. მაგ ნახო მე შენ აუცილებლად. მღერი ვარ. You fucking you're bloody Georgia, where you're Liverpool fan, we love it. მაგათან ერთად მე ფაფში წახვალ. კი, რაზეა. გახსნიან თვალებით და ის ფილმი ხო გინახე ფორმულა 51. აი მაგ ლივერპულის ფანი რასაკეთებს. ოი. მე დეიდა არ საკუთარ მამიდებს იმას შვებია. მე მამიდა არ თან იცი რა მემართება მე აი ჯერტი ლივერპულის აქცენტი ანუ ბრიტანული აქცენტი ძალიან უცნაურია ხომ ხანახ მგონი რომ აი სხვა ენაზე ლაპარაკობენ რა აი jai line man I recognize myself იტყვის და მიდი და გაიგე ხრასამოს უცნაური აქცენტი აქვს მაგრამ ეხა შე რომ ბირმინგემი ახსენე რა ასტონ ვილ ბირმინგემი შემიყვარდა იმის მერე რაც ნახე Peaky Blinders ისა რა ალესილი კეპები მან აქცენტი აქვს სახედა ძალიან მომეწონი აუ რა სიძახე ესე რომ მოდიან რა ისა აქვს შეჯახება ბილი კიმბა იცი მაგ სახიობის გვარი ხوار გახსოვს ვინც თამაშობს თავაროში მაიცა გავიხსენე შენ ბევრი გახსოვს და იმიტომ ძალიან მაგარი მსახიობია ბევრი მავიწყდა ძალიან სერიოზული მსახიობია ოსკაროსანია სხვა კი და სხვათა შორის აი ეგეთ სერიალებმა იმიტომ გაასწორა რომ ისეთი ტიპები რომლებიც გინა თუ არა ეხა ჰოლივუდში რაღაცა იმაში არა არ თამაშობს და მეორე მესამე ხარისხოვანი როლები აქვს ასეთ სერიალებში ლიდინგ როლები ქონათ ან ძალიან მაგარია და იქ მომწონს როგორი აქცენტი აქვს ესე მოდიან ერთი კლანი მეორე კლანს უნდა დაეჯახოს და ეს ტიპი მოდის ტიპიური ბრიტანელი ღალთმიანი ეს იარაღია გადაკეთებული და yeah no ball no guns no balls yeah right Billy boy და ეგეთი ტიპები აი მაგათან ერთად ძმაო ჩამაგდო გინა ერთი მომენტია ცხენი რომ მოყავთ და ეს ცხენი მოიგებს ციგანს რომ მოყავს რა და ხალხი აღტკინებულია რომ მოიგებს ეს ცხენი რა და ყველა მზად არის რომ დადოს სამწდა და ეს ძმა რო ეუბნება ბიჭო მართლა რომ მოიგოსო რა შვებიო და მართლა მოიგებსო რას ლაპარაკობ მე იქ რო წავა იქაც მოიგებს და სადაც საჭირო აი იქ უკვე ვერ არ მოიგებს ბოლომდე რო ჩავავლე და დაიჯერებს ხალხი ისო იძახის ხო იცი კახი კავსაძე ერთი ასეთი დაწარმოებია იგროკ ასეთი ქვია ხო და იქეთი ქალბატონი ბოლომდე რო დაიჯერებს ყველაფერი კარგად არის აი მაშინ გენწრება დოსტოევსკის იმაზე დოსტოევსკის იგროკზე ხო აი მაშინ და გენწრება ზუსტად ჩემო გიბე ბიჭო მოდი აუცილებლად შევეხოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას კეცბაიაზე ძალიან ისე შევეხეთ მე ძალიან ბედნიერი ხარ მოდი კარგად ვისაუბროთ რა მოლოდინები გაქვს კეცბაიაზე და ანუ რამდენ წელს აძლევ კეცბაიას იმისათვის რომ რაღაცა გარკვეული შედეგი დადოს და ეს შედეგი შენთვის რა იქნება დამაკმაყოფილებელი მე ასეთ შემთხვევაში სულ რამდენია ხო იცი ჩაკ ნორისი რამდენჯერ იწევაო და ყველა რამდენს აჟიმანიას აკეთებს და ყველას სულ ვენდობ იმიტომ რომ აი 90-იანებიდან რაც აი არველაძეები და ეს ბიჭები რო წავიდნენ დინამო მე უკვე ფაქტიურად აი ერთი მახსოვს ერთხელ ქონდა შანსი გასვლის ჩემპიონთა ლიგაზე აი დემეტრაძე იყო მაშინ ბილბაოსთან წავაგეთ ძალიან კარგად ვითამაშეთ აქ მგონი 2-1 მოვიგეთ იქ წავაგეთ 1-0 თუ რაღაცას მოკლედ ძალიან მაგრად ვითამაშეთ და აი როგორც ასეთი კაცურად გავარდით მაგრამ დანარჩენი მე დინამო არ მახსოვს საერთოდ და უბრალოდ აი ეს ტიროლები და რაღაცეები ლოკომოტივმა ითამაშა ბირკირკარასთან 0-0 და რაღაც მაგრამ აი დინამოსი ზიმბრუმ მოგვიგო გაოცებ მეთქი ზიმბრუმ როგორ გვიგებს აი საერთოდ რაღაც კოშმარული სიზმარი მეგონა რა ხდება და მე მჯერა რომ ბატონ თემური აუცილებლად ამ საკითხს მოაგვარებს და ევროპულ ტურნირზე მინიმუმ გაგვიყვანს აი რაღაც ჯგუფურ ტურნირზე მაინც გაგვიყვანს და რა დროს აძლევ მაგისტვის დაახლოებით შენიერ დრო ყველაფერი პროცესია მე უკვე პროფესიონალი აი მე დრო არ ვიცი არა შენ როგორც გულშემატკივარი დინამოსი რაღაცა თამასა რომ რამდენი ხო და აი რეალისტურად გამიგაჩნია
სურვილი ერთია, მეორე მაგის პროგნოზს მე ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ შიდა სამზარეულო არ ვიცი რა ხდება. ხო, ეგეც არის კი. მაგას მე ვერ, აი იმას უფრო ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცები ჩანს და დინამოსი არ ჩანს. ხო, იცი რა არის, თემურ ქეცბაიაზე მეც უადრე მიკვირდა, ვიღაცები უკმაყოფილოები იყვნენ, ვიღაცები ლაპარაკობდნენ. მე ყოველთვის ესეთი მაყოფილი ტიპია, ვიყავ. ისეთი ტიპია, თამაშითაც. ჩემი აზრით, აი ეგეთი ტიპი ჭირდება ზუსტად რა. კი, აი, ქართულ ფეხბურთელს, იმიტომ რომ ძალიან დისციპლინის მოყვარულია, თვითონაც ძალიან შრომის მოყვარე ფეხბურთელი იყო. თუნდაც ის მინაშულთანაც რომ მაშინ ინტერვიუ ქონა, კი, შეიძლება 1-2 რაღაცა სადაოც იყოს, რასაც ამბობდა თქვა, განსაკუთრებით ფორმებს თუ ავიღებთ, როგორც ამბობდა რა, მაგრამ ეს კაცი, ესე იგი, როგორი გულნატკენი იყო, იმიტომ რომ მან იცის რა არის სტანდარტი. მაშინ ეხა ამდენი ფეხბურთელი ჩვენი არ თამაშობდა, ხო, საზღვარგარეთ. კი, იყვნენ, მაგრამ ახალი თაობის ტიპები ამდენი არ იყვნენ. ამიტომ ის რასაც აკეთებდა და რასაც აი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით იბრძოდა ქართული ფეხბურთისთვის და ეს ახალი სტანდარტების დამკვიდრება რო უნდა დავით, უმეტეს ეხა მართლა თვითონ მისი თქმის არ იყოს 1-2 მოწვევა არ ქონია. მას ქონდა 1000 კიდე სხვა ოფცია, მაგრამ მაშინ უნდა რომ საქართველოს ნაკრებში ყოფილიყო რაღაცნაირად დაემტკიცებინა და ყოველთვის უაპელაციოდ ვიყავი ქეცბაიასკენ. შეიძლება ვიღაცას, თქვათ, უფრო ღრმა ანალიზი თუ იქნება, მერე და თქვათ, რაღაცა სტრატეგიებზე იქნება მსჯელობა, თქვათ, როგორ ჯობდა რომ ეთამაშა, თქვათ, იმ დროს, არ ვიცი, მაგრამ როგორც მოტივატორი, როგორც ნელი, თან ვით უმეტეს ფეხბურთელებისთვის, ახლა მე როგორც ყოფილი ფეხბურთელი გეუბნები, რომ უმეტესწილად თუ ნელი ხდებოდა ყოფილი ფეხბურთელი რა, ჩვენთვის რაღაცა განსაკუთრებით ავტორიტეტი იყო, იმიტომ რომ იცი რომ გასახდელებში ნამყოფია, იცი რომ ტრამები მასაც გადატანილი აქვს, იცი რომ მენტალურად ძლიერი ტიპია. ძალიან დიდ პატივს სცემ რა და აი მე მგონია რომ საქართველოს ისი როგორ ათამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, უბრალოდ აი სიამაყით სავსე ვიყავი, მართლა რომ ჩვენი ქართველი ასე წარმომადგენელი სათავეში უდგას რაღაც გუნდს, რომელიც საერთოდ არც იციან და ათამაშებს უდიდეს გრანდებთან თანასწორად. აი მართლა ისე ითამაშა, რომ ყველა გაოცება და მაურინიო მივიდა ეს იმას კი ანიშნავს, რომ უბრალოდ აღიარეს და სხვათა შორის მე ქონდა მიწვევები ოლიმპიაკოში გადავიდა თუ არ ვცდები. საბერძნეთის ოლიმპიაკოში, რომელიც ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზეა და ამბიციური კლუბია, მაგრამ იქ სხვა სამზარეულო დახტა. თემური არის მომთხოვნი. ხო. აი, იცი რატო თვითონაც ეგეთი იყო, ბოლომდე იხარჯებოდა. გინდა ნაკრებში, გინდა ნიუკასში, გინდა ვულშიც თამაშობდა. ნიუკასში თამაშობდა და ისეთი გოლი გაიტანა, რომლიდანაც ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყო. ამარო გოლი გაიტანა. მაშინ შეცვლაზე შემოვიდა მეორე ტაიმში და მანამდე ხო ძირითადში იყო რაღაც პერიოდი და ეთყობა ძალიან აწყენი იყო და რომ გამორდა ბუცებს რო ურთხავდა და იმას და ხო, ეს ემოცია და მე მაგალითად ყოველთვის მაგრამ ერთი რამე არასდროს თემურ ჩემი აზრით ხა მე მართლა გასახდელში ნამყოფი იქ არ ვარ და შეიძლება იმდენი არ ვიცი, მაგრამ რაც გვერდიდან ჩანს და რაც მისი ინტერვიუებიდან მომისმენ, რაც მისი ლოგიკა ჩანს, თვითონ როგორი ფეხბურთელიც იყო, მე არ მგონია რომ თემურ ქეცბაიამ ვინმეს მოთხოვოს იმაზე მეტი ვიდრე შეუძლია. და ხანდახან შენ ისეთი მწვნელი გჭირდება, რომელიც გეტყვის, რომ აი შენ რო არ გჯერა შენი თავის, აი მე მჯერა შენი. და ერთი და ორი მაგალითი მაგისი არ ყოფილა, როდესაც შენ უფრო ეჭვი გეპარება შენ შესაძლებლობებში, ვიდრე მწვნელს. მწვნელი გეუნება, რომ მე ვხედავ, რომ ეს შეგილია. უბრალოდ მე მწვნელმა უნდა დაგანახოს და დაგაჯეროს, რომ შენც უნდა დაიჯერო და დაინახო. ამიტომ მომთხოვნი მწვნელები პირიქით, აი მე რო ფეხბურთელი ვიყავი, გიждდებოდი ისეთ მწვნელებზე, რომლებიც აი თავიდან ბოლომდე მართლა გულით და სულით იყვნენ. იმიტომ რომ შენ რო ახსენე, რომ ეხა ფეხბურთელიო შეთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო მწვნელის რჩევა დარიგებები, მე არ დამავიწყდება, ერთი სერგო გაბელაიო იყო და პატარები ვიყავით რა, ეხა ნუ მაშინ მე რა 20-ის ვიყავი, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი, მაგრამ მაინც რა, ანუ ისე და თან მე მანამდე ძირითადში ვიყავი ის პერიოდი, დიდი ხანი არა, ის პერიოდი, როცა ჯანი კარნევალე იყო და ჩემთვის რაღაცნაირი რაღაცა გამიტყდა, რომ ეს რომ მოვიდა ბატონი სერგო, რაღაცა ამოვარდი რა იმიდან ძირითადიდან და რაღაცა უფრო მაგის გამო არა, აი მივედი და მართლა გულით ვკითხე, რომ მეთქი რა გავაკეთო, მე ვთქვი უკეთესად, რომ აი რაღაცა დაგანახოთ. ახლა ისქო სინიო შენ მთელი ყველაფერი წინა გაქო ესენიო რაღა დარჩა თუ 2-3 წელიო თუ რა ფერი ვერ გამოვედი და იცი როგორ გამიწყდა. მოვდივარ ბიჭო ფეხბურთელი გეკითხები რა გავაკეთო, მიწას შევჭამდი ისე ვიყავი მაშინ შეყვარებული ფეხბურთს. მითხარი ცოტა რაღაცა ან რაღაცა მარცხენა ფეხი გამომასწორო შედარებით, ან მარჯვნიდან რომ მიდიხარი წინ არის ძალიან იქით რაღაცა მხოლოდ კუთხეში ნუ დარბიხარ და მეტად შემოდი ცენტრთან, მეტი ქიმია და მეტი კომუნიკაცია ქონე შენ ფორვარდებთან ან საყრდენთან
რაღაცა მითხარი, არაფერი ესე. აი რაღაც დამოკიდებულება, იმიტომ არის რა მწვრთნელი ის კი არ არის მარტო ნახაზები დაუდოს და შენ მარჯვნივ და მარცხნივ. დამოკიდებულება, აი ფაქტიურად ტვინში შედის. არა, ყველა ფსიქოლოგიურად ტიპს აქვს გამზადებს. მე რა გითხე ხა ერთი პერიოდი 2013-2014-ში მაშინ უცებ კონტრასტი მქონა რომ მანამდე უფულოდ ვიყავი და მე ტელევიზიაში დავიწყე ერთი პერიოდი 15-20 ლარი მქონა მაგ დროს ამივარდა თავში და ეხა ვიღაცა 21 წლის ბიჭი მართლა გეტუები და 50 მილიონი აქვს იმას როგორია რომ შენ თუ არ ხარ ისეთი მწვრთნელი და თუ კლუბის კულტურა არ არის უმაღლეს დონეზე, ეხლა თუნდაც რასაც შენამობ ლივერპულზე რო გადიხარ, წმინდა დაფას რო ეხები, ის თითქოს აი ესეთ რაღაცებს მნიშვნელობა აქვს რა. აი ბილ შენკლი მაგან ეს ჩამოაყალიბა. აი კულტურა შეიტანა. კულტურა არის უზარმაზე. კულტურა მწვრთნელი, რომელიც აიმდენ მილიონერს მოახერხებს, რომ 11 მილიონერი დარბის. და ამ 11 ახალგაზრდა ბიჭები მილიონერები. ყველაფერი რო აქვს, რომელ კლუბშიც უნდათ, რომელი ქალიც უნდა, ყველაფერი, რომელი მანქანა, ყველაფერი. და შენ უნდა მოახერხო, რომ აი ადამიანებს უთხრა, რომ აი ხა ხო მილიონები გქონდა, აი ხა კიდე უნდა ადგეთ და დაოთხილებმა ირბი. ანუ არ არის მარტივი ამბავი. ეგოები. ხო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლიდერ სპორტს, რომელიც რა გვერდში დაგვიდგა და აი შევძელით რომ როგორც იქნა დაგვესტარტა ჩვენი ამბავი და რავი მადლობა შენ კიდევ ერთხელ და კვირაში ერთხელ დაიდება ხოლმე ჩვენი ეპიზოდები. კიდევ ერთხელ მადლობა ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარეთ და ეს ულამაზესი სტუდია მოგვიწყეს, შრომა ჩადეს, თავის წვლილი შეიტანეს და მადლობა რა თქმა უნდა ლიდერ სპორტს ასეთი გვერდში დგომისათვის და იმისათვის რომ საშუალება მოგცა ჩვენ. მოკლედ მეგობრებო, გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენს ნელ-ნელა მეგობრობა ჩვენს მაყურებელთან. ხო, ჩვენს უბრალოდ შემოგეჩვევით თავიდან ეს თქვი რომ აუცილებლად უნდა დავმეგობრდეთ ერთმანეთთან, აი ისე როგორ აი ველოდებოდეთ ერთმანეთთან, გამისწორდეს მათთან ურთიერთობა. ის შენიშვნებიც თქვან რა არა, როგორ არა. იმიტომ ბევრი არის ახლა მე მაგალითად ზოგი მომწონს, ზოგი არა, მაგრამ რაც თავია ის ადამიანების მუშაობენ, შრომობენ და თავისებურად გამოხატავენ. ხო, აი როგორ გითხრა, აი ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რაღაცებზე გექნება სალაპარაკო, აგერვა როცა გინდათ დარეგეთ. მაყუთი, ფინანსები გვერდში დგომა უფრო ბადრისთან, მეგობრებო, აუცილებლად გზადაგებთ ნომერსაც დაგაწევთ. დარეკეთ ორ ნომერს მოგცემთ და მაგამ ბავშვი რომ თუ ერთი გადაიტვირთა მეორე ავე. კაი, და რა არის? მართა დედასპიცა ვარ გეუბნებით. გულწრფელად დაწერეთ ხოლმე კომენტარებში, რამე არ მოგეწონებათ, ან ჩათვლით რომ რაღაცა უკეთესად უნდა იყოს, ან ტემპი არ მოგწოთ, ან რამე ან რომელიღაცა თემას გინდათ რომ მეტად შევეხოთ ხოლმე, ან ბოლო-ბოლო ვინ მოვიდეს ჩვენთან სტუმარი, ამაზე თქვენ კონსულტაციებს მივიღებთ. ეგ არის და ეგ. კოცნით, ვიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე.